ვართ თუ არა რეალურები? ამ საკითხს ძირითადად ფილოსოფოსები სვამენ. მეცნიერები კი იკვლევენ, როგორია სამყარო და როგორ ფუნქციონირებს ის. თუმცა არსებობს კითხვები, რომლებიც მეცნიერების მიღმა რჩება. ზოგიერთი ფიზიკოსი, კოსმოლოგი და ტექნოლოგი აღფრთოვანებულია იმ იდეით, რომლის მიხედვითაც ჩვენ დიდ კომპიუტერულ სიმულაცია მატრიქსის სტილში ვცხოვრობთ, რომელიც რეალური გოგონია. ეს სიმულაციის თეორია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ჩვენი ფიზიკური რეალობა სიმულირებული ვირტუალური რეალობა იყოს და არა ობიექტური რეალობა, რომელიც დამკვირვებლებისგან დამოუკიდებლად არსებობს. როგორ გავიგოთ, ასეა თუ არა? ყავის სურნელი, ქარი, მზის სხივები და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი შეიძლება სიმულაცია იყოს. ჰიპოთეზის თანახმად, თუ კაცობრიობა საკმარისად დიდხანს იარსებებს, ის სხვა სამყაროების სიმულაციას მოახდენს. და მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავად ჩვენი სამყაროც ერთ-ერთი იყოს უამრავი სიმულაციიდან. თუ ეს ასეა, ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით, არის რაღაცის მოდელი, ამოღებული რომელიმე რეალობიდან. ეს უფრო სააზროვნო ექსპერიმენტია, ვიდრე თეორია. თუმცა, ბევრი მეცნიერი მას სერიოზულად განიხილავს. და აი, სწორედ ასეთი საკითხის განხილვისას, მეცნიერები თითქოს მინიშნებას წააწყდნენ. ინფოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც პორტსმუთის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა მელვინ ბობსონმა და მათემატიკოსმა სერბან ლეპადატუმამ შეიმუშავეს, სიმულაციის თეორიას ემხრობა. მოდელის თანახმად ეს ყველაფერი არაფერია თუ არა ზე კომპიუტერის მიერ წარმოებული სიმულაცია. ინფორმაციის დინამიკის მეორე კანონის, ანუ ინფოდინამიკის 2002 წლის აღმოჩენა ფიზიკასა და ინფორმაციას შორის კვეთას სწავლობს. ჩვენს ნაშრომში ხელახლა განვიხილეთ ინფოდინამიკის მეორე კანონი. ჩვენ ეს ციფრულ ინფორმაციასთან, გენეტიკურ ინფორმაციასთან, ატომურ ფიზიკასთან, მათემატიკურ სიმეტრიასა და კოსმოლოგიასთან დავაკავშირეთ. ეს ერთგვარი მტკიცებულებაა, რომ სამყარო შესაძლოა იმიტირებული იყოს. მაშინ ხვდებოდი, რომ ამ აღმოჩენას შორს მიმავალი გავლენა ჰქონდა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაზე. ამის შემდეგ უკვე კანონის ტესტირება მინდოდა და იმის გარკვევა, რამდენად შეიძლება ჰიპოთეზის მეცნიერებაში მოქცევა. სიმეტრიის პრინციპები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნების კანონებთან მიმართებაში, მაგრამ აქამდე მცირე ახსნა თუ იყო იმის შესახებ, რატომა ეს ასე. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მაღალი სიმეტრია შეესაბამება ინფორმაციის ენტროპიის ყველაზე დაბალ მდგომარეობას. ეს პოტენციურად ბუნების სიმეტრიისკენ მიდრეკილებას ხსნის. ეს მიდგომა, სადაც ზედმეტი ინფორმაცია იშლება, კომპიუტერის მიერ ნარჩენების კოდის წაშლას გავს. ეს თითქოს მეხსიერების დაზოგვის მიზნით ხდებოდეს. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მინიშნება, რომ სიმულაციაში ვცხოვრობთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.